მოგესალმებით დიდი სიყვარულით. როგორ ხართ? მოდი ვნახოთ თებერვლისთვის საჯარო გაშლა. მოდი ვნახოთ ეხლა რა ენერგიებში ხართ თქვენ, უფრო რომ მივხვდეთ თქვენზე არის თუ არა ეს გაშლა. რა ენერგიებში ხართ ეხლა თქვენ? მოდი ამას ვკითხოთ. დავანგრიე ყველაფერი. რა ენერგიებში იქნებით თებერვლის თვეში. რა თქმა უნდა ჩვენ ვკითხულობთ პოზიტიურად, თუ რამე ესეთი იქნება, აუცილებლად გეტყვით და გაგაფრთხილოთ. მოდი ვნახოთ ეხლა ამას ვკითხოთ. თქვენი კარიერა, სწავლა, ბიზნესი, ვისაც რა გაქვთ სამსახური, როგორი იქნება თებერვლის თვეში. რა ენერგიები იქნება მნიშვნელოვანი. ისევ ამას ვკითხავ ფინანსებს, რატომღაც ეს მომენტა ის. როგორი იქნება თქვენი ფინანსური მდგომარეობა თებერვლის თვეში. ამას ვკითხოთ პირადი. როგორი იქნება თქვენი პირადი ურთიერთობა თებერვლის თვეში. როგორი ენერგიებში ხართ ეხლა თქვენ? თქვენ ხართ იცით როგორ ენერგიებში, თითქოს ბევრი გზა გაქვთ უკვე გამოვლილი, ბევრი გაქვთ ნაფიქრები თქვენს ცხოვრებაზე, ბევრი გაქვთ ნაფიქრები თქვენს წარსულზეც, მომავალზეც, რაღაცნაირად თითქოს ზოგიერთი შესაძლებელია ელოდებოდეთ თქვენს ფინანსებს, ფინანსურ შემოსავალს. ან ზოგიერთი შესაძლებელია ხელფასზე ელოდებით, ანუ პირდაპირ ასეთი მნიშვნელობით. ზოგიერთი ელოდება თავის აყვარელ ადამიანს. თითქოს რაღაცნაირად ელოდებით, როდის გამოჩნდება, როდის მოვა თქვენთან და საკმაოდ მშვიდ ენერგიებში ხართ, მინდა გითხრათ. თითქოს ემოციურად შევსილად შესაძლებელია გრძნობდეთ თავს, კი შესაძლებელია ბევრი რამ გაქვთ გამოვლილი, მაგრამ ამ ეტაპზე ცუდად ნამდვილად არ გრძნობთ თავს და მიხარია, მინდა გითხრათ, რომ ნამდვილად კარგად უნდა იგრძნოთ თავი, რა თქმა უნდა, ასევე თითქოს რაღაცნაირად ზომიერების ენერგია, თითქოს სუბ ტრანსფორმაციაში გადადიხართ უკვე და განთავისუფლდებით იმ ძველი ნერვიულობისგან, ძველი ტვირთისგან და თითქოს თავიდან დაიბადებით განახლებული. ზოგიერთთან შესაძლებელია რაღაცნაირად ღმერთისგან და ანგელოზებისგან გრძნობდეთ მხარდაჭერას და დახმარებას. ასევე რაღაცნაირად ხართ ისეთი ადამიანი, ვინც სამყაროს ენდობა, ღმერთს ენდობა. სჯერა და გონია, რომ ყველაფერი გამოსწორდება და კარგად იქნება. მოდი ვნახოთ რა ენერგიებში იქნებით თებერვლის თვეში. ანუ აქ სხვანაირად არის ეს თასების ოთხიანი. ძალიან საყვარელი წვლილია. როგორ ენერგიებში იქნებით, იცით? ანუ თუ ეს პირდაპირ მნიშვნელობით თასები ემოცია, სიყვარულია, უკავშირდება თქვენ საყვარელ ადამიანს, თქვენი ადამიანი მოვა თქვენთან, რაც თქვენ ძალიან გაგახარებთ, თითქოს უკვე იმდენი ხანი ელოდით, რომ რაღაცნაირად იმედი აღარ გქონდათ, რომ დაბრუნდებოდა და თქვენი ურთიერთობა განახლდებოდა, იმედი აღარ გქონდათ, რომ თქვენი შეხვედრა ისევ შედგებოდა. რაღაცნაირად ზოგიერთ შესაძლებელია გაგიკვირდეთ კიდევაც ამ ადამიანის დაბრუნება. ზოგიერთ შესაძლებელია ახალ ადამიანსაც კი შეხვდეს. რა თქმა უნდა, თუ არ ელოდებით ძველს და ელოდებით ახალ ადამიანს. ახალი ადამიანი შესაძლებელია გამოჩნდეს თქვენს ცხოვრებაში, თითქოს ეს ადამიანი ბედით არის თქვენთვის, როგორ თქვენ შესაძლებელია რაღაცნაირად ლოცულობდით, ღმერთს თხოვდით, რომ თქვენთვის გამოეგზავნა ადამიანი, ვინც თქვენი ადამიანი იქნებოდა, გვერდით დაგიდგებოდათ, მხარს დაგიჭერდათ და სიყვარულს გაჩვენებდათ. ზოგიერთი შესაძლებელია
იყოს თებერვლის თვეში ესეთ ენერგიებში, რომ ანუ დიდი ფინანსური შემოსავალი მოდის თქვენთან. შესაძლებელია თქვენმა ადამიანმაც ისეთი საჩუქარი გაგიკეთოთ, რაც თქვენ ძალიან გაგახარებთ. აი თითქოს როგორი შეგრძნება მოდის, იცი, კმაყოფილი იქნებით, ბედნიერი იქნებით, თითქოს აი რაღაცნაირად ძალიან დიდი სიუხვე მოდის თქვენთან, რომელიც თქვენ ძალიან გაგეხარდებათ. აი თითქოს ასე უნდა ყოფილიყო, თითქოს ზემოთ იყო ასე დაწერილი, ზემოთ იყო ასე გადაწყვეტილი და ასე უნდა ყოფილიყო თქვენს ცხოვრებაშიც, ანუ თებერვლის თვეში იმდენად აი როგორ გითხრათ, ძალიან კარგი სიმშვიდე მოდის, ჰარმონია მოდის, აი ყველაფერი საუკეთესო მოდის. თუ ეს ეხება სამსახურს და ახალ სამსახურს ეძებდით, თქვენ ახალ სამსახურსაც ნახავთ და აი რაღაცნაირად გაიხარებთ კმაყოფილად და ბედნიერად იგრძნობთ თავს. ანუ მე წაგიკითხეთ ენერგიები და დანარჩენი ახლა თქვენი სიტუაცია, თქვენ უფრო იცით, რა თქმა უნდა. რაც ეხება კარიერას, სწავლას, სამსახურს, თქვენ იცით როგორ ხართ, აი რაღაცნაირად ძალიან ბევრი ფიქრები გაქვთ, აი თითქოს აი იბრძვით მომავლისთვის, აი რაღაცნაირად მაქსიმალურად მოქმედი ადამიანი ხართ, ცდილობთ არ გაჩერდეთ, თქვენს მიზანს მიაღწიოთ, გჯერათ ყველაფერი გამოგივათ, მაგრამ აი რაღაცნაირად გზას რომ დაადგებით, აი თითქოს ერთ ადგილზე ჩერდებით და გიჭირთ გზის გაგრძელება და გადაწყვეტილების მიღება. აი თითქოს როგორ ხართ, იცით, გზის კი ხედავთ, რომ კარგი შედეგი ექნება, კი ხედავთ, რომ წინ რაღაც განსხვავებული და აი თითქოს თქვენს ვარსკვლავამდე უნდა მიხვიდეთ, უნდა გაიაროთ ის გზა, რომ აი თითქოს თქვენში ვარსკვლავი დაინახონ ადამიანებმა, თქვენი ვარსკვლავი რომ აანთოთ, თქვენ რომ გამოჩნდეთ, აი თუნდაც სოციუმის თვალში თუ ვინმე აპირებთ ან ისეთი სამსახური გაქვთ, რომელიც საჯაროდ არის, ანუ საჯაროდ შეეხება, ანუ რაღაცნაირად თითქოს უფრო როგორ თქვა, იცი, უფრო მოტივირებულად უნდა მიიღოთ გადაწყვეტილება და უნდა გაბედოთ და უნდა სცადოთ, რომ ერთი და იგივე ადგილზე არ უნდა გაჩერდეთ, აუცილებლად უნდა გააგრძელოთ გზა. აი რომელიც აი თითქოს სიმშვიდეს მოგიტანთ, ჰარმონიას მოგიტანთ, აი ეს როგორი შეგრძნება, აი თითქოს ბავშვურად ლაღი თავისუფალი და ბედნიერი იქნებით. თქვენ თუ რამე საქმე გქონდათ, ანუ იდეაში წამოწყებაში აუცილებლად უნდა გააკეთოთ და კმაყოფილად იგრძნობთ თავს, თუ რამე სწავლა გქონდათ გადაწყვეტილი და ფიქრობდით გესწავლათ თუ არა და ან რას მოგიტანდათ ეს სწავლა, ძალიან დიდ წარმატებას მოგიტანთ, მინდა გითხრათ და აი თითქოს თქვენს გულში პატარა ბავშვი გაცოცხლდება, აი რაღაცნაირად ბავშვური ენერგია რას ნიშნავს, ლაღი, სუფთა და თავისუფალი, აი რასაც მე თქვენ გისურვებთ რა. მოდი ნახოთ ახლა ფინანსები. ვიღაცა ელოდება ფინანსებს. ვიღაცა ელოდება თავის ფინანსებს, აი რომელიც თითქოს იშრომა გამოიმუშავა, მაგრამ ემოციურად რაღაცნაირად კმაყოფილად ვერ გრძნობს თავს, აი თითქოს ელოდება, უფრო ელოდება. და აი თითქოს მიდის თავის გზაზე ადამიანი, მაგრამ წინ რა ელოდება არ იცის. შესაძლებელია ეს ეხებოდეს რამე საკითხს, ან ფინანსურ საკითხს ისეთ კონტექსტში, რომ აი თითქოს რაღაცისთვის გჭირდებათ თანხა, კი შესაძლებელია ფიქრობდეთ იმას, რომ შეიძლება გამოვიდეს, შეიძლება არ გამოვიდეს. აი უფრო მერყეობა გაქვთ და დარწმუნებული არ ხართ თქვენს გადაწყვეტილებაში. შესაძლებელია ეს ისეთი საქმეა, აი როგორ გითხრათ, იცით, რის გამოც არის ფინანსების დაკარგვა, აი რატომღაც ესეთი სიტყვები წამოვიდა. ასევე ფინანსებში, აი თუ თქვენს ფინანსებს აგვიანდებოდა, აი რაღაცნაირად თებერვლის თვეში იქნებით თითქოს თავისუფლებას ნახავთ, სიმშვიდეს ნახავთ, ფინანსებიც მოვა თქვენთან და შევსილად იგრძნობთ თავს ბავშვურად, აი რაღაცნაირად თითქოს თქვენ შესაძლებელია თქვენი საქმის პროფესიონალიც გახდეთ, ან თქვენი საქმე დააფასონ. ასევე შესაძლებელია ესეთი რაღაც მოდიება, ერთს კიდევ დავამატებ. ხო, აი მართალია ეს პენტაკლები არ არის, მაგრამ მოდის თქვენი ფინანსური შემოსავალი და იმპერატორი. აი რაზეც თქვენ ძალიან ბევრს ნერვიულობდით და ფიქრობდით,
იქნება თუ არ იქნება, აი თითქოს თქვენ ცხოვრებაში რაღაცები დაინგრა, რაღაცები ისე არ არის როგორც უნდა ყოფილიყო და აი რაღაცნაირად ტრანსფორმაცია გაქვთ ფინანსებშიც. ხო, ძალიან ბევრი აი ამ ფინანსურ საკითხთან ძალიან ისეთი როგორ თქვა, ძალიან ფიქრობთ, რომ ძალიან სირთულეები შეგხვდათ რა. და მაგრამ უკვე სიმშვიდეში გადადიხართ და დაელოდებით თქვენს კუთვნილ შემოსავალს, რომელიც მოვა. ხო, კუთვრის ტრანსფორმაცია ასევე. აი თითქოს გამოიღვიძებთ, გამოფხიზლდებით, შესაძლებელია ზოგიერთ ახალი რაღაც იდეა მოგევიდეთ თავში, აი რაც თქვენ დაგეხმარებათ იმაში, რომ თქვენი ფინანსური შემოსავალი უფრო მეტად გააუმჯობესოთ. ნახოთ ახლა თქვენი პირადი ურთიერთობა. თუ თქვენ ადამიანი, რომელიც მარტო იყავით და ელოდებოდით თქვენს ადამიანს, აი რომელსაც ფიქრობდით, რომ აღარ არსებობს კი ჩემი მეორე ნახევარისადმი, აი რაღაცნაირად ეს სიტყვები მომივიდა. აი თითქოს თქვენ მას ეძახდით რაღაცნაირად აი როგორ სულის დონეზე, გულის დონეზე გინდოდათ თქვენი ადამიანი თქვენს გვერდით. აი რაღაცნაირად ესეთი სიტყვები. ასევე თქვენი ადამიანისგან გჭირდებოდათ ფინანსური მხარდაჭერა. მაგრამ თითქოს ეს ადამიანი როგორ თქვა, იცი, ვერც კი ხედავდა ამას და ან ხედავდა, მაგრამ არ ნიშნავდა. ასევე შესაძლებელია თუ თქვენ ფიქრობთ, რომ თქვენი ადამიანი თქვენი ერთგული არ არის და მას სხვა ადამიანი ყავს, შესაძლებელია ეს მხოლოდ თქვენი ფიქრები იყოს და თქვენი ფანტაზიის ნაყოფი იყოს და ამ ადამიანს არ ყავდეს მესამე პირი, მაგრამ ზოგიერთთან პირიქით თქვენი ფიქრები და ეჭვები შესაძლებელია იყოს უფრო ლოგიკური. აი თითქოს როგორ იცით, ანუ თქვენი ინტუიცია თითქოს არ ცდება. აი თითქოს რაღაცნაირად გრძნობთ იმას, რომ თქვენს ადამიანს, თქვენს პარტნიორს, მეუღლეს, ანუ მეუღლეც იგივე პარტნიორია, შესაძლებელია ფიქრობდეთ იმას, რომ აი ხორმღალატობს, ვინმეზე ხო არ ფიქრობს, ვინმესთან ხომ არ აქვს ურთიერთობა, აი რაღაცნაირად ესეთი სიტყვები მოვიდა. შესაძლებელია ქვეცნობიერულად ფიქრობდეთ ამას, უფრო ქვეცნობიერის დონეზე, ვიდრე ეს რეალურად გჯეროდეთ, რომ ასია, უფრო ფიქრი უფრო გაწუხებთ რა. ასევე აი თითქოს ზოგჯერ შესაძლებელია ფიქრობდეთ იმას, რომ ეს თქვენი წარმოსახვის ნაყოფია და თქვენ დახატეთ ესეთი სიტუაცია და სინამდვილეში გრძნობთ და ფიქრობთ იმას, რომ თქვენ ადამიანს მხოლოდ თქვენ უყვარხართ, თქვენ ჭირდებით და არანაირი სხვა მესამე პირი არ არსებობს. აი რაღაცნაირად მოდი ამას დავამატებ. კიდევ რა სიახლეები გალდებათ თებერვლის თვეში. თქვენი ადამიანი გამოიჩენს ინიციატივას, აი თითქოს ბოლოს და ბოლოს გამოვა ბავშვური პოზიციიდან და დაფიქრდება იმაზე, რა შემიძლია გავაკეთო ჩემი საყვარელი ადამიანის გულისთვის. აი ზოგიერთი აი თითქოს როგორი შეგრძნება, იცი, კი ამ ადამიანმა შესაძლებელია გულიც გატკინათ, მაგრამ გულის სიღრმეში მაინც მას ელოდებით, აი თითქოს შესაძლებელია გრძნობთ იმას, რომ ანუ ამ ნადგენს გულს თვითონ ეს ადამიანი თვითონვე გაანკურნოს თავისი დაბრუნებით, თავისი საქციელით, აი შესაძლებელია მოვიდეს თქვენთან ადამიანი და აი ბოდიშიც კი მოგიხადოთ, აი რაღაცნაირად მიხვდეს და აი გრძნოს ის, რომ თქვენ ცუდად მოგექცეთ და გული გატკინათ. აი თქვენ რაღაცნაირად ელოდებით მისგან ქმედებას, მისგან შედეგს. თუ ეს არის მეუღლე, გინდათ რომ ურთიერთობაში რაღაცეები შეცვალოს, უფრო მეტად დაგაფასოთ. და ზოგიერთი შესაძლებელია ემოციურად კმაყოფილად იგრძნობთ თავს რა, მინდა გითხრათ.
კი, დამშვიდდებით, სიმშვიდე მოდის თქვენთან. აი, რასაც მე თქვენ მთელი გულით გისურვებთ. აი, თითქოს თქვენ სიყვარულს დაამშვიდებთ, თქვენ საყვარელ ადამიანს დაამშვიდებთ, აღარ გაუბრაზდებით რაღაცნაირად, დააწყნარებთ სიტუაციას. რასაც მე თქვენ მთელი გულით გისურვებთ.